კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებთ თქვენს მუშაობას და ახლა დროა ჩვენ ტრადიციული რუბრიკის როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე Citycom-თან ერთად და დღესაც ძალიან საინტერესო მიმართულებას განვიხილავთ უფრო კონკრეტულად კი Citycom-ელის სამეზობლოს გამოცდილებას. ჩვენი ტრადიციული სტუმარი ნათია ორახელაშვილია ჩვენთან ერთად, Citycom-ის account manager-ი და ასევე ჩვენი სტუმარია დავით ანთაძე, კორპუსის მენეჯერი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ დავით თქვენგან. რამდენი ხანია მოგვიყევით, რაც კორპუსის მენეჯერი ხარ და რატომ გადაწყვიტეთ რომ ეს ერთგვარი ინიციატივა საკუთარ თავზე აგიღოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დაახლოებით 2 წელიწადი არის, რაც მე და რამდენიმე მეზობელმა ავიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე. გამომდინარე იქიდან, რომ არაერთი გადაუჭრელი ამოცანა კორპუსისთვის, რომელიც კომფორტულად ცხოვრებისთვის აუცილებლობა იყო ჩვენთვის. ამის გამო ავდექით და შევიკრიბეთ, გავერთიანდით და დავიწყეთ კორპუსის მართვა. კი ბატონო, და დავით, საინტერესო რა საჭიროებები გქონდა მაშინ თქვენ სამეზობლოზე და როგორ მოხდა დაწყება ურთიერთობის Citycom-თან? დიახ. პირველ რიგში კორპუსი, სადაც მე პირადად ვცხოვრობ, არის მაღალსართულიანი 23 სართული არის. გვაქვს ჰიდროფორების სისტემა, რომელიც სასმელ წყალს გვაწვდის, გვაქვს 3 ლიფტი, საერთო საკუთრების ტერიტორიები, როგორც არის ჰოლები, განათება, ეზო და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა. მოვლას შესაბამისი ფინანსები სჭირდება. რადგან დიდი კორპუსი არის, შეიძლება რომ მაგათაც ძველი სტილით ააგროთ, მეზობელ ჩამოიაროთ ფული, მაგრამ ამას არ აქვს გამჭვირვალეობა და ნდობა. Citycom-ის არჩევა მოხდა იმის გამო, რომ ყოფილიყო ეს პირველ რიგში დაცულად გაკეთებული, გამჭვირვალედ გაკეთებული და კომფორტულად. დიახ. და აი ნათია, საინტერესოა დაინტერესებაზე ვსაუბრობდით, როდესაც მენეჯერები ინტერესდებიან, კორპუსის მენეჯერები ამა თუ იმ საქმის მაგალითად პრობლემების გადაჭრით და შემდგომში გიკავშირდებიან და ეს საინტერესოა, თუნდაც დაინტერესებული კორპუსის მენეჯერი რა პროცესს გადის მას შემდეგ, რაც თქვენთან ურთიერთობას იწყებს, აი ეს დაინტერესდებათ. კი, ზოგადად პირველ რიგში გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი ჩვენთან დაინტერესებული პირი იყოს აუცილებლად მენეჯერი. ერთ-ერთი მაცხოვრებელიც თუ ზოგადად არის ინიციატორი, რომ დანერგოს ეს სერვისი კორპუსში, კი ბატონო. შემდეგი ეტაპი არის, რომ ჩატარდეს კრება, თუ არ არსებობს მენეჯერი, დავეხმაროთ მენეჯერის არჩევნებში, მათი საჭიროების შესაბამისად დავთვალოთ თუნდაც ის ყოველთვიური თანხა, რაც საწევრო გადასახადს გულისხმობს და ამის შესაბამისად უკვე დაიწყოს მაცხოვრებლების გამოკითხვა, ინფორმირება და 2/3 თანხმობის შემთხვევაში დავიწყოთ ჩვენ თანამშრომლობა. უშუალოდ მენეჯერი უკვე ჩართული არის ამ პროცესში, რომლის პასუხისმგებლობაც არის, ასე ვთქვათ, ამ თანხების განკარგვა, რომლის გამჭვირვალეობას და კონტროლიც ყოველ ნებისმიერ მეზობელს შეუძლია ჩვენი აპლიკაციის და ვებგვერდის საშუალებით და მენეჯერი სულად არის ჩართული, ასე ვთქვათ, ამ კორპუსის მოვაპატრონებაში და ჩვენთან კომუნიკაციაში. კი ბატონო, და საინტერესოა დავით, აი ნათიამ ახსენა სწორედ ეს პროცედურები. Citycom-თან ერთად ყველაზე ეფექტურად რას აკეთებთ ხოლმე თქვენ სამი, რა გამოწვევებია, რასაც პასუხობთ ხოლმე? პირველ რიგში მინდა ერთი ნიუანსი აღვნიშნო, სანამ მე პირადად ჩავივარებდი ამ კორპუსს, მანამდე ყავდა არაერთი კომპანია მოწვეული, რომ მათ გაიკეთებინათ ჩვენი კორპუსის მართვა. Citycom-თან, Citycom-იც ყავდა, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს რასაც კორპუსის მენეჯერი აკეთებს და მოსახლეობა აკეთებს დღეს, იგივე რომ გაიკეთებინა კომპანიას. თუმცა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეძლო ეფექტურად კორპუსის მართვა. და ჩვენთვის, როგორც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ როდესაც ამ კომპანიებთან წარმოგვეშვა ფინანსური სხვა სახის დავა, Citycom-მა ყოველთვის დაიჭირა მოსახლეობის მხარე. და ამითი, ასე ვთქვათ, ძალიან გვერდზე დაგვიდგა და დაგვისოგა რამოდენიმე ათასი თანხა, რომელიც ჩვენ შეგროვებული იყო და ყოველთვის სწორად განსჯიდა და სწორად ხვდებოდა ამ ყველაფერს, რომელმაც დამატებითი დაცულობა შეგვიძინა და დამატებითი ნდობა ამ კომპანიის მიმართ. რაც შეეხება კითხვა უშუალოდ შეეხებოდა იმას, ყველაზე ეფექტურად რა შეიყენებთ? ყველაზე ეფექტურად პირველ კითხვაშიც ვახსენე, რომ თანხების შეგროვება და ამისი გამჭვირვალედ ხარჯვა. რომ არც ერთ მოსახლეს არ ქონდეს იმისი განცდა, რომ მე რო დღეს გადავიხადე პირობითად 10 ლარი, რაში დაიხარჯა ეს. შეუძლია როგორც ვებგვერდის საშუალებით, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასე ვთქვათ, ლაივ რეჟიმში ნახოს თავისი შეგროვებული თანხა, როდის და რაში დაიხარჯა, რამდენი არის ბიუჯეტში დარჩენილი
რა გეგმები აქვს корпуსს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ნათია, ერთ თქვენც მინდა ამასთან დაკავშირებით კითხვა დაგესვათ, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი სამეზობლოა, რომელიც თქვენთან კომუნიკაციაშია, ურთიერთობაშია და შემომისდა გარკვეულ რაღაც გამოცდილების და ცოდნის ბაზას დაგროვდა და საინტერესოა იქ ყველაზე კარგად ამ დაკვირვებით, რაში იყენებენ ხოლმე სამეზობლოების ითიკომს. ჩვენი მრავალფუნქციური სერვისიდან მიუხედავად, პირველ რიგში ბუნებრივია იმ მინიმალური ის ყველაზე ეფექტური და ყველაზე აქტიური სერვისი არის ის, რომ აგროვებენ თანხებს და ამ თანხებს ხარჯავენ უკვე მათი სერვისების შესაბამისად. და გამჭირვალეობა ბუნებრივია, რაც ჩვენი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პლუსი არის, რითიც ყველა მეტად ინტერესდება. რაც შეეხება ყველაზე აქტიური სერვისი, ერთ-ერთი, რაც არის, ეს არის ყოველთვიური, უпростоრად ერთჯერადი ხარჯებისთვის შესაძლებელი თანხების მობილიზება, რასაც ძალიან აქტიურად იყენებენ. ეს იქნება ეზოების მოპირკეთება, ფანჩატურების გაკეთება, მაგალითად ცხოველებისთვის სახლის გაკეთება და ასე შემდეგ. ნებისმიერი დანიშნულებით ხდება корпуსისთვის ერთჯერადი ხარჯების შეგროვება და ბუნებრივია რაღაც თანხების გამოყოფა უწევთ მეზობლებს, რომ ერთად საერთოზე იზრუნონ. კი ბატონო, და ხო სავარაუდოდ ეგ ძალიან პოპულარული იქნება, ისედაც თუ უცებ რაღაც გაფრთხილდა პირობითა და თანხა იქნება საჭირო, ამ დროს უცებ წამებში შეიძლება თქვენი ასე ვთქვათ დახმარებით ესეთი ტიპის თანხის შეგროვება და არა მეზობელ სიარული, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე ასე და დავით მინდა ასევე ბოლოს თქვენ კითხოთ, თქვენ ახსენეთ დასაწყისში და შემდგომშიც თანხის შეგროვების პლუსები და ეს გამჭირვალობა, რაც ონლაინ პლატფორმას საშუალებით რაც არის, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სრულად თანხა. საინტერესოა აქამდე რაც შეგროვილა ეს თანხები რეალურად რა პროექტებს ანხორციელებდით ხოლმე, რას გამოყოფთით ყველაზე მეტად? როგორც ვახსენე, სიტიკომს ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქვს, რომ ამის გამჭირვალობას გვაძლევს და თანხის შეგროვების მექანიზმს გვაძლევს. მეორე ასევე დაცულობაც არის. მაგალითად, корпуსის ყველა შესასვლელ კარზე გვიყენია ასევე სიტიკომის აპარატის სისტემა, რომ არ მოხდეს უცხო პირობის корпуსში შემოსვლა. რაც შეეხება თავად დახარჯულ თანხებს, დიდი корпуსი არის, გვაქვს წყლის სისტემა, 4 წყლის ტუმბო გვაქვს 40 ტონიანი წყლის ავზი. როდესაც ჩვენ გადმოვიბარებთ 4-ვე ტუმბო ახლები შევიძინოთ უკვე, იმიტომ რომ დაახლოებით 10 წლის სამუშაო რესურსი ჰქონდა და უკვე ამორტიზირებული იყვნენ. პირველ სართულზე გავაკეთეთ გენერალური რემონტი, იმიტომ რომ უკვე ესეც ამორტიზირებული იყო. 23-დან 16 სართულზე უკვე რემონტი გავაკეთეთ. გვაქვს დაახლოებით 1600 კვადრატი მწვანე საფარი ეზო. გავაკეთეთ ავტომატური სარწყავი სისტემა, დავაგეთ გაზონები, დავრიგეთ ხეები, რომ გამწვანება გქონდეს. გვაქვს ასე ყოველთვიური ხარჯები განათების, დალაგების, წყლის სისტემის მოვლის და ასე ლიფტების მოვლის ამას ყველაფერს ვაკეთებთ. გვაქვს 3 ლიფტი корпуსში და გვყავს მომსახურე კომპანია, რომელსაც ყოველთვიურად ვუხდით შესაბამის თანხას, რომ 24 საათის რეჟიმში ხელმისაწვდომი იყოს 3 ლიფტი. ეს არის ძირითადი ხარჯები, რაშიც იხარჯება корпуსის მიერ შეგროვებული თანხა. ასე უსაფრთხოება ვახსენე და სრულად ავხჭურეთ корпуსი ვიდეო კამერებით, რომ არ იყოს ასე ვთქვათ დაფარული წერტილი, რომ არ მოხდეს რაღაცა, ან ქურდობა არ მოხდეს, ან იგივე იყო შემთხვევები, მაგავის დაყრის ასეთი შემთხვევები, რომ გამოვავლინოთ. ერთგვარი პრევენციაც ხდება ხოლმე. დიახ. ან ძირითადად არის ეს, ანუ ყოველდღიური საჭიროება რაც აქვს корпуს ამისთვის, მაგრამ ჩვენთვის პრობლემა ის იყო, რომ როცა დავიწყეთ მოსახლეობა მართვა, თითქმის ყველაფერი ამორტიზირებული იყო, იმიტომ რომ 10 წელზე მეტია რაც корпуსი აშენდა. და თავიდან მოგვიწია, მაგრამ გამოწვევები დაგვწევს თავიდანვე. ამ ორ წელიწადში თითქმის ყველაფერი განვაახლეთ, მათ შორის რემონტებიც. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა და მე ძალიან მომწონს ესეთი კულტურა, როდესაც არსებობს, ბევრგან არ შემხვედრია სამწუხაროდ და ამიტომ ამბობ, თუნდაც იგივე ეზოს გამწვანების მოვლენათლიანად, ეზოს სისუფთავის დაცვა, უსაფრთხოება, იქ რემონტი ახსენეთ თქვენ, ძალიან სასიამოვნოა მოკლედ, რომ ესეთი ტიპის გამოცდილებებიც და ესეთი ტიპის კულტურაც ინერგება სამეზობლოებში აქტიურად. თან მით უმეტეს ალბათ დამეთანხმებით იმასაც, რომ აი როდესაც ვსაუბრობთ სიტიკომის სერვისებზე, მათ შორის ესეთ დიდ მაღალსართულიან корпуსებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ესეთი корпуსები დაინტერესდნენ ამ სერვისით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, დამატებით საქმეს აირიდებენ თავიდან და ყველაფერი ფაქტობრივად ავტომატიზირებული იქნება, რაც უფრო მეტად გაამარტივებს. ნუ ეხლა ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ინოვაციებით ყველაფრის გამარტივება არის შესაძლებელი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს უსურვებთ თქვენ корпуს და
თქვენს წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. ნათია ორახელაშვილი, სიტიკომის account manager და დავით ანთაძე იყვნენ ჩვენი სტუმარი, კორპუსის ერთ-ერთი კორპუსის მენეჯერი. დღეისთვის კი სულ ეს იყო და აუცილებლად შემდეგ კვირებში გავაგრძელებთ კვლავ საუბარს აღნიშნული თემებზე.